რატომ არ შეხვდა ბიძინა ივანიშვილი ამერიკის ელჩს საქართველოში? შეერთებული შტატების საელჩომ დღეს დილით გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილის მოსასმენად ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. როგორც ირკვევა, ელჩ დანიგან შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს თხოვნით ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა 22 მაისს სურდა. საუბრის თემა, როგორც საელჩო განმარტავს, ახალი ადმინისტრაციის გზავნილის გაჟღერება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის აღსადგენად ქართული ოცნების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას უნდა შეხებოდა. ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით 22 მაისს ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს. ამერიკის საელჩოს განცხადების პასუხად ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა ბიძინა ივანიშვილმა, რომელშიც ამბობს, რომ ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრას პირადი შანტაჟის ფონზე არ დათანხმდა. ივანიშვილის განმარტებით, მაშინ როცა ის ამერიკის მხრიდან ფინანსურადაა დასანქცირებული, ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორი იქნებოდა. მისი თქმით, თუ ელჩთან შეხვედრას გამართავდა, ექნებოდა კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით პირადი ინტერესების საპირწონედ მიიღებდა, რაც მისთვის, როგორც ივანიშვილი ამბობს, პრინციპულად მიუღებელი იქნებოდა. წინა ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული ამერიკულმა მხარემ დამიწესა ჯერ არაფორმალური, შემდეგ კი ფორმალური სანქციები. ჩემს მიმართ არაფორმალური სანქციები ძალზე უხეში ფორმით მოქმედებს. მაგალითად, შვეიცარიული ბანკი იულიუს ბერი ჩემს მიერ სასამართლოს გზით მოგებულ თანხას, რომელიც არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, სრულიად თავხედურად არ მიბრუნებს, რაშიც ამერიკელი ადვოკატებიც არიან ჩართული. ამგვარი პირადი შანტაჟის ფონზე ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. ასე დროს აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესები საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ეს კომპლექსი მაშინაც კი დამრჩება, როდესაც მექნება თუნდაც განცდა, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. ამასთან ეს კომპლექსი აუცილებლად დამრჩება არა მხოლოდ ჩემს თავთან, არამედ გუნდთანაც და საზოგადოებასთანაც. აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უართან ერთად ელჩ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას. ამერიკასა და საქართველოს შორის პარტნიორობას ქართულ ოცნებაში მბრძანებლურს უწოდებენ. ოცნებაში ამტკიცებენ, რომ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვას მიესალმებიან, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ორ ქვეყანას შორის კავშირი მეგობრობას დაეფუძნება. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ის დამოკიდებულება, რაც ამერიკას საქართველოს მიმართ წლების განმავლობაში ჰქონდა, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ის, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება. ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ურთიერთობების გადატვირთვა პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის დამოკიდებულება, რაც იყო წლების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია. ამერიკა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, უნდა იყოს ჩვენი მეგობარი და არა მბრძანებელი. აი ეს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ აღდგეს ურთიერთობები, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ეს უნდა იყოს მეგობრული და პარტნიორი. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის სახელმწიფოები, ვინც ქართული ინტერესების შესატყვისად, შესაბამისად მზად არიან ჩვენთან ითანამშრომლო, მზად ვართ, დიდი მონდომებით, დიდი ასე ვთქვათ, ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, რომ გადავტვირთოთ მათ შორის ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და ეს არის გარკვეული სიგნალი, კიდევ ერთხელ ვამბობთ, როცა იქნება შესაბამისად ინტერესების დამთხევა, ჯერ ჩვენი ქვეყანა, ჯერ ჩვენი ხალხია, ჯერ ჩვენი სახელმწიფო ინტერესებია და ამასთან ვინც იქნება მასში ბუნებრივია ჩვენი მეგობარი იქნება ყოველთვის. ქართული ოცნებისგან განსხვავებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საელჩოს განცხადება მკაფიო გზავნილია და შეერთებულ შტატებსა და ქართულ ოცნებას შორის ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდება მანამ, სანამ ოცნება ქვეყანაში დემოკრატიის გასაუმჯობესებლად კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს. ამერიკის შეერთებული შტატების განცხადება არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, რომ ამერიკას გააჩნია ძალიან კონკრეტული მოთხოვნა ქართული ოცნების რეჟიმისადმი, რომლის შესრულების შემთხვევაში, როგორც საელჩოს არაერთგზის უთქვამს, შესაძლოა იყოს დაინტერესებული ურთიერთობების გადატვირთვით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ამერიკა არ არის დაინტერესებული ურთიერთობების ნორმალიზებით. დღეს საელჩომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამ მოთხოვნების შესრულების გარეშე არავითარ
ნორმალიზებას, აღიარებას და ამ რეჟიმთან თანამშრომლობას ადგილი არ ექნება. ამერიკის საელჩოს ეს განცხადება არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ არანაირი გადატვირთვა ივანიშვილის რეჟიმთან ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არ იქნება, მანამ სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ შეასრულებს იმ პირობებს, რომელსაც მას უსახავს ცივილიზებული სამყარო. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის მოცემულობა, რომელიც ქართული ოცნების პირობებში დადგა ჩვენს ქვეყანაში და დღეს სტრატეგიული ურთიერთობები შეჩერებულია, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობები, მადლობა ღმერთს, რომ არის ჩვენს ქვეყნებს შორის, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეჟიმის მხრიდან მოხდეს გარკვეულ დათმობებზე წასვლა იმისთვის, რომ მოხდეს, რა თქმა უნდა, ურთიერთობების გადატვირთვა, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ოცნება არის უსუსურ მდგომარეობაში, მათ არავითარი რესურსი არ გააჩნიათ იმისთვის, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს და ხელახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები. ამერიკისა და ქართული ოცნების ურთიერთობები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეაფასა. ის ფაქტიც, რომ ამავე დროს იკარგება ყველა პარტნიორობა ჩვენ დემოკრატიულ მეგობრებთან, ესეც ნათელი არის და თუნდაც ის გაცვლა წერილების თუ გზავნილების ამერიკის საელჩოსთან და ადმინისტრაციასთან არის ამის მაჩვენებელი, რომ ის დალაგებების იმედები ქრება ძალიან სწრაფად, თუ არა ჩამქრალია. ეს არის ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა და მე მგონი ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ როგორც არასოდეს უფრო ძლავრად უნდა ვიყოთ ჩვენ თავში დარწმუნებული, იმაში დარწმუნებული, რომ ეს ბრძოლა არის მართალი ბრძოლა და ეს არის ბრძოლა, რომელიც მოიტანს ბოლოს გამარჯვებას. მანამდე 27 მაისს ქართული ოცნების პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყაველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი მიიღო. პრესსამსახურს წერილის ორიგინალი ინგლისურენოვანი ვერსია არ გაავრცელებია. ტრამპის მისალოცი წერილი ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია ამერიკის საელჩოსაც. მაშინ როცა დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიმართვა ქართველი ხალხისადმი მათ ოფიციალურ გვერდზე დევს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის 30 ნოემბერში აჩერა, რის მიზეზიც ქართული ოცნების მიერ გადადგმული ანტიდემოკრატიული ნაბიჯები იყო.